she's spinning me around. Kissing is a color, a loving is a wild dog. She's got the look. 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 What in the world can make a brown-eyed girl turn blue? When everything I'll ever do, I do for you. And I go la 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 la. She's got the look. გამარჯობა. როგორც იქნა მოვედით გალადაჯილდოებაზე და წლის თელი წლის შემაჯამებელი ივენთი იქნება დღეს რომ ნახოთ ვინ რომელ ადგილზე გავიდა, ვინ რა შედეგი დადო, იქნება რაღაც აი გართობა, აი სიტუაცია, კარგი მუსიკა. დეტალებს დანარჩენს მე უკვე ჩიგნით რო შევალთ, იქიდან გავაგზავნოთ მე ჩაწერა. She's a juvenile scam, never was a quitter, tasted like a raindrop. She's got the look. And she goes na 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 na. არასდროს არ გამიკეთებია ეს, ეხლა ჰაერში აიწევა და მოფრინდება შენთან. გინდა? მაშინ მოიმზადე. გითხარი, მოგიფრინდება მეთქი, აი ეს. დიდი მადლობა, ეს იყო კიდევ ერთხელ გიაფარადაშვილი. მადლობა, დიდი მადლობა. ნამდვილად კარგ განწყობაზე დავდაგით ყველანი მე მგონი. მე მგონი მზადვარ წლის შემაჯამებელი ვიდეო რო გავუშვათ, ხო, მონიტორზე. შეგვიძლია? წლის შემაჯამებელი ვიდეო ყველა დისციპლინის. ცოტა ხანი შეგვიძლია დატკბეთ და შემდეგ უკვე დავიწყებთ დღევანდელ საღამოს. შემაჯამებელი ვიდეოს შემდეგ შეგვიძლია გახსნილად გამოვაცხადოთ საქართველოს ნაციონალური მოტოსპორტის ფედერაციის წლის შემაჯამებელი გალა დაჯილდოება. მე მგონი ტრადიციად გვექცა უკვე მეოთხე წელიწადია ესე არა მოტოციკლეტისტურ ფორმებში, თუმცა მოტოციკლეტისტურ გარემოში ვხვდებით ერთმანეთს. თავზე ხელაღებულ მრბოლელებს აქ ყველანი ვხედავთ, მე მგონი ყველანი ვართ, ძირითადი მასა აქ ვართ რა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და პრინციპში დავიწყოთ ნელ-ნელა დაჯილდოების ცერემონია, ხო? 2025 წლის ღონისძიებებს შევეხები ჩატარდა 5 დისციპლინაში. ყავს დღეს 18 გამარჯვებული. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, როგორც ადმინისტრაციული კუთხით, ისე საორგანიზაციო კუთხით, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და თქვენთან ერთად ჩვენ ყველა შევქმნით
უფრო უკეთეს მომავალს მოტოსპორტში. მოტოსპორტის ფედერაციას გააჩნია მეორე მიმართულება, რასაც ქვია სპორტის მიღმა. მე მქონდა საერთაშორისო ფედერაციის დირექტორთან საუბარი, რომელსაც სურს 2027 წელს უკვე ჩატარდეს ერთი ღონისძიება FIM-თან ერთად საქართველოში და ესე საპილოტო რეჟიმით დავიწყეთ დაჩქარება ჩვენი ქართული მოტოტურიზმის განვითარების პროექტებზე ფიქრი და უკვე რაღაც გუნდი შეიკრა და ნახოთ აბა რა შემოგთავაზებს ეს ხალხის ჯგუფი, იმიტომ რომ ბევრი საინტერესო პროექტები გველოდება ერთად. ერთ-ერთმა ვეტერანმა ბატონ ვიქტორ ერისთავმა თხოვა რომ რაღაც მინდა განმოქცეო და 2011 თვით სანამ ბატონი ვიქტორი მოგვიახლოვდება ბატონი ვიქტორი არის ადამიანი, რომელმაც მოტობურთი ითამაშა ცისფერტებში. ამ ცისფერტებს რა უყურეთ, ბატონი ვიქტორი არის მონაწილე. ეს არის ახალი არ არის. ნუ ეს არის მოტობურთის სპეცსაცვლელი, რომელსაც მუზეუმი, ანუ გვაქვს ჩვენ გეგმაში მოტოფედერაციის მუზეუმი და ვაგროვებთ, ვისაც გააჩნია ძველი, რომ მომავალში ამ მუზეუმში ბატონ ვიქტორ ერისთავის მოტობურთის ბუტები განთავსდება. დიდი მადლობა ბატონ ვიქტორ. ეს არის ადამიანები, რომლებიც მუდამ გვერდში იდგნენ ფედერაციის და ჩვენ რაც შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ, ეს არის მათი სახელობის ეტაპები და წლევანდელი წლის პირველი ეტაპი ვანო ხელაძის ეტაპი იქნება და მეორე ეტაპი იქნება ბადრიოვიძის ეტაპი მოტოდრაგის დისციპლინაში. პირველი ადგილი 600-იან კლასში თუ არ გვინდა? თავისი გადაჭიროება მოგვიდა. ძლის თავისი სახელი და გვარით უნდა ამოვიდეს სცენაზე. მივესალმოთ ნამდვილად თავდადებულ, არ ვიცი, სიტყვები არ ყოფნის ადამიანს, რომელმაც ძალიან ბევრი იწვალა, იმსახურებდა ნამდვილად ამ გამარჯვებას და მიულოცოთ მხურვალი აპლოდისმენტებით ქუთაისის წარმომადგენელი პირველ ადგილოსანი ედო ჭეიშვილი. ილოცა ედო. გაგიხდება? აი კაცი ხარ, კაი. ნამდვილად. გადაჭიროებაზე მე ამ სერიდან ზუსტად ვფირო ამერიკაში ნაკიდი მყავდა. ეგის მოტოციკლეტი და ვაპირებდი ეგზე სიაროს და განს რო უყურებდი ბიჭებს. ყველა შეჭირდა დავდიოდი და უყურებდი და აი ვიცოდი რომ ეს რაღაც ძალიან სასიამოვნო გზობები იყო, მინდოდა მაქსიმუმად რომ მივეგო და აუ ბევრი ხალხის დახმარებით, ერთმა ინკოგნიტო კაიკაცმა, რომელიც ეხლა ჩვენ გვერდით იმყოფება, საბურავები მაჩუკა, ჯიჯისთან, ავიც ჩამოვდიოდი საჭმელი, სასმელი, რავი ტრეკი, საბურავების შეცვლა, ბოქსი, ყველაფერი, აი სახში როგორაც ზრუნავ, თავს ისე ზრუნავდი და ბევრი ხალხის დახმარებით და კიდე ის მინდა რომ ვთქვა, რომ აი მართლა ყველა მაგრად უდგიან გვერდით, აი ტრაქზე იმდენად კიდე არა, ეს რაღაცა სხვა ადამიანობას ურთიერთობა ერთმანეთს და ყველა სინამდვილე მომხმარებოდა მიხანა, ბიჭები, რავი ერიკა, რაჩევები შეიძლება, როდესაც მაქსიმუმად სწორად ყველას მინდა რომ დიდი მადლობა გადაუხვალ და თქვენს გიგსურვებთ, ეხლა მე რასაც ვცნობ და რასაც ვცნობ იმ ტრეკზე სიარულის დროს გამარჯვების დროს ყველამ რო იგემოთ და კიდე ერთადერთი რაღაც მინდა რომ ვთქვა, რომ ეს გამარჯვება მინდა მიუძღვა ჩემს ძმას და მეგობარს ბადრიოვიძეს. When everything I'll ever do, I do for you. And I go la 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 la. She's got the look. What in the world can make you salute? When everything I'll ever do, I do for you. And I go la 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 la. როგორც გადმოგცეს, სანამ ამ კლასის დაჯილდოებას დავიწყებთ, გიორგი აბაშიძე სურს სიმღერით მიმართო, ამიტომ გიორგის თხოვს სცენაზე დავუხმობთ რადგანს. გიორგი აბაშიძე მე მგონი წარდგენა არ ჭირდება, აქ არის გამარჯობა.
პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც აქ მოხვედით, დაგვაფასეთ, იმიტომ რომ მთელი წელი ჩვენ ყველა მონაწილე იმისთვის პირდაპირ გაგებით ვიბრძვით, რომ აქ მოვხვდეთ და ზოგი სცენაზე, ზოგი დარბაზში. ერთი რისი თქმაც მინდოდა, რომ თხოვნით მოვედი. ძალიან დიდი მადლობა ფედერაციის პრეზიდენტს, რომ იმ ორი ადამიანის სახელობის შეჯიბრი გვექნება წელს, რომელიც წელს დავკარგეთ და უბრალოდ ერთი მინდა დავამატო, რომ ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონო გიორგი, თქვენთან მაქვს თხოვნა, რავი, სპორტის სამეცნიერო ვინც არიან წარმომადგენლები, რომ ერთი თხოვნა მაქვს, თუ შეიძლება რომ მოხერხდეს. ამ კლასში ისე მოხდა, რომ წელს მე გავიმარჯვე და ვანო გავიდა მეორე ადგილზე და უბრალოდ თუ შეიძლება ერთი გამონაკლისს რომ დაუშვათ, რომ ვანო ძალიან მდოდა რომ ეს კლასი მოეგო, უბრალოდ არ დასცალდა, აუცილებლად მოიგებდა მომავალ წელს, იმის შემდეგ წელს, როცა მოიდომა, უბრალოდ ესე მოხდა და თუ შეიძლება ისე რომ გავაკეთოთ, რომ ვანო იყოს პირველ ადგილზე და მე ვიქნები მეორე ადგილზე, თან დღეს ვანოს დაბადების დღეა და ესე თუ შეიძლება რომ გავაკეთოთ. ამბობ. Ასე ამბობ. გიორგი ვისმოდეთ ერთმანეთს. ძალიან საწუხარო ამბია. მინდა ვანო ეს არის ვიღაცას მოვედი. ეს იყო ის ადამიანი, აი ამ ადამიანებთან ერთად ამ მოტოსპორტის მშენებლობაში საკმაოდ დიდი წვლილი შეჰყოდა. რა თქმა უნდა, შენი პირადი განწყობილება არის. ძალიან გთხოვთ, თუ შეიძლება მოხდეს ესე გავაკეთოთ. რამეს ხელს თუ არ შევსვით, ძალიან დიდი მადლობა. და მე მგონი აპლოდისმენტებს იმსახურებს ისეთი სიტყვა იყო. ძალიან დიდი მადლობა გიორგის. ფაქტიურად შემიძლია ვთქვა, რომ გიორგიმ ჩემპიონობა დათმო იმისთვის, რომ თავისი ძმაკაცისთვის, მეგობრისთვის, გვერდჭირდგომისთვის და ადამიანისთვის, რომელიც მართლა ყველას დაგვაკლდა, ვანო იყო ადამიანი, რომელიც არც ერთ ღონისძიებას არ ტოვებდა, ყოველ წელს თუ გალადაჯილდოებიდან დაწყებული ყველა ნებისმიერ დისციპლინაში თუ ვერ ახერხებდა ღონისძიებაში მონაწილეობას, ღონისძიებას მაინც ესწრებოდა როგორც მაყურებელი და ნამდვილად საამაყო პიროვნება იყო ვანო და ყველას დაგვაკლდება აბსოლუტურად. გიორგი, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ იმისთვის, რაც თქვი, მე მგონი ტაშს იმსახურებს ერთხელ. მოდი მესამე ადგილი დავიწყებ და ნორმალა მივყვეთ მაშინ მესამე ადგილი შეგვიძლია მაგრამ დაიწყო. მესამე ადგილის მფლობელი მინდა მოვიწვიო გივი ხვედელიძე სცენაზე, რომელიც დასაჩუქდება პიტსტოპ მოტოს ვაუჩერით. ბატონი გივი 500 ლარიანი ვაუჩერით პიტსტოპ მოტოსგან და მედლით რა თქმა უნდა. მეორე პოზიციის გამარჯვებული გიორგი აბაშიძის გადაწყობა. აპლოდისმენტები მეორე პოზიციაზე გიორგი აბაშიძე. მილოცავ კიდევ ერთხელ მარიამი დააჯილდოვებს 700 ლარიანი ვაუჩერი პიტსტოპ მოტოსგან და მედალი რა თქმა უნდა. და პირველი ადგილი გიორგის გადაწყვეტილებით მიენიჭება ივანე ხელაძეს, რომელსაც დააჯილდოვებს გიორგი ჩიქოვანი. ეს ყველაფერი მადლობა კიდევ ერთხელ მადლობა ვარდოს, უბრალოდ მადლობა ვარდოს, მეტი არაფერი და რამეს ხომ არ იხოდი თუ გაქვს სურვილი, თუ არ გაქვს არც ეგ არ არის პრობლემა. ვისურვებდი როგორც წინა წლებში ის მდგარიყო ახლა ამ სცენაზე ჩემს ნაცვლად, მაგრამ აქ ესეთი ხალხია შეკრებილი, ვინც მას ყველა იცნობს და კიდევ ერთხელ აქედან მივულოცავ მორიგ წარმატებას და დაბადების დღეს. მადლობა. დაწაფული ღონისძიებები შემოგთავაზე, მადლობა ამისთვის ძალიან დიდი გიორგის. აპლოდისმენტები გიორგი მიხანაშვილს. მეორე ადგილის მფლობელი გახდა გიორგი აბაშიძე. გლავთხოვთ სცენაზე, აპლოდისმენტები თუ შეიძლება. მეტი აპლოდისმენტები, მეტი. და წლის ჩემპიონი, საქართველოს ჩემპიონი 1000-იან კლასში, პრო კლასში. კიდე არ ვიცი რა ვთქვა, რა ცოტა ხანი გავაჭიანო რა. დავით რობანიშვილი! აპლოდისმენტები მეგობრებო. მე აპლოდისმენტებს იმსახურებენ ეს ხალხი, ხალხო, ესენი არიან ისინი, ვის გამოც დღეს ფაქტიურად აქ შევიკრიბებ. რომანას რეკორდი, წლის რეკორდი, რომელიც შეადგენდა
გიორგი აბაშიძეს ეკუთვნოდა ტრეკის რეკორდი, წელს დავით ეკუთვნის უკვე და იმედი მაქვს რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად დაიძაბება ეს სიტუაცია. მე მგონი მეტაბოდის მეტებს იმსახურებენ ეს ხალხი. მადლობა ბიჭებო, უღრმესი მადლობა. ეს დიდი მადლობა. ახლა კი შეგვიძლია მოდი პირველ რიგში ბოლო ადგილებში ვინც ხართ დაგვიტოვეთ ეგ საჭმელი და ჩვენ წინ გადმოდით ყველანი, წინ გადმოიწიეთ ყველა ვინც ბოლოში ხართ, ხმა იმედია ისმის, არ გიდა გადმოწევა. მოდით, აქედან კარგია. და გირჩევნიათ გადმოვა. გემრიელობები არის მაგიდაზე აშკარად და ერთილდებიან იქაურობას. გადმოიწიეთ ყველანი, სად არის თუ იცი? ვერ ხედავ. აი იქ არის. აი აქ არის. ტორტის მინდა ყველა ბავშვი გავიდეს ჩვენთან. მოდი ერთმა დაიჭიროს. მოდი ესე ვთქვა. ერთმა დაიჭიროს. აი ესა. მესამე დაიჭიროს ეს. პირველი დაჭერი, ვის ხდება პირველი დაჭერი? ვაიცა, არის თქომად მე შევჭამ, პირველ დაჭერს მე შევჭამ, არის ჩქოთ. დიდი მადლობა საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციას ამ არაჩვეულებრივი საღამოს მოწყობისთვის იმისათვის, რომ ყველანი ესეთ შეგვიძლია და მოხდეს საშუალება, რომ ესე ჩასწინო ვითარებაში ჩაგოყურა 2020 წელს. ასევე მადლობა ხალხო, ფაქტიურად მევადელიეთ შედგა, დასასრულს მიუახლოვდა, ყველას ძალიან გთხოვთ, მოგდადით, თითო დაჭერი ამ თუნდაც რავი 2-3 ვიზა. მიტანენ იქ თურმე მაგიდებზე ტორტ და შეგიძლიათ ყველას გასიჯოთ და ისე ამოდოთ. ჩემი სპონსორი არის კარგოპოლო, მთელი წელი იყო ჩემი სპონსორი, გვერდით მედგა ყველანაირად, გარდა იმისა, რომ შეჯიბზე მასპონსორებს, პირადი ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ძალიან მეგობრობთ კარგოპოლოსთან. კარგოპოლო არის კომპანია, ლოგისტიკური კომპანია, რომელიც ეხმარება ხალხს ავტომობილების ჩამოყვანაში, ნებისმიერი ტექნიკის ჩამოყვანაში. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, აქ იქნება კარგოპოლოს ლოგო და Facebook-ის ლინკიც გამოვაჩინოთ. მოკლედ გალადაჯილდოებაც მორჩა. შედეგებს რაც შეეხება, წინასწარ არ თქვი, უბრალოდ წეღან თხოვე ბიჭებს რომ მეთქი სანამ აბსოლუტ კლასის დაჯილდოება დაიწყება თქო, თუ მომცემთ საშუალებას რაღაც სიტყვა თქვა მეთქი და უბრალოდ თხოვე ფედერაციას, ორგანიზატორებს, სპორტის სამინისტროს, რომ თუ შეიძლება და ეს რაღაც მომხდარიყო, რომ ვანო ხელაძე, რომელიც სამწუხაროდ შარშან გარდაიცვალა, ძალიან უნდოდა რომ ეს კლასი მოეგო, იმიტომ რომ მაგაზე ბევრი საუბარი მქონდა. მე და ვანოს გარდა სპორტისა, სხვა პირადი ძალიან ახლოს მაგაც ურთიერთობა მქონდა. ძალიან ბევრი წელი ფაქტობრივად ბავშვობიდან ერთად მოვდივარ და სულ რაღაც ისეთი ის მქონდა ხოლმე, რომ ეხა ამ შეჯიბზე ზუსტად ვიცოდით, ეხა შეჯიბის წინ შედეგები ვიცოდით, ვინ როგორ მოიგებდა, ვინ რას იზავდა, როგორ გეგმავდით, იქ დისციპლინია იყო, გასაკეთებელი თუ რა იყო, სულ ყველაფერს ერთად გეგმავდით რა. და უბრალოდ ნათქვამი მქონდა, რომ აი წელსაცო მაცადეო, წელსაცო შენ მოიგეო და აი მომავალი წლიდან მე მოვიგებო და მეთქი ოკეი, მეთქი არა, პრობლემა მეთქი. ოღონდ რა თქმა უნდა 100%-იანი კონკურენციის პირობებში ის არაფერთან დათმობა და უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ ვანო სამწუხაროდ ჩვენ გვერდით აღარ არის. უბრალოდ რა თქმა უნდა მქონდა ფედერაციასთან შემისრულეს და ვანო გავიდა პირველ ადგილზე აბსოლუტ კლასში, მისი ესრული შესრულდა. თან დღეს ვანოს დაბადების დღეა. სამწუხაროდ ჩვენთანაც ვერ ატარებს, ზუსტად ვიცი ძალიან გახარებული იქნებოდა. ყველასთან მაქვს ერთი დიდი თხოვნა, რომ აი ძალიან გთხოვთ ყველას, რომ საერთო მოხმარების გზებზე და ნებისმიერ ადგილას ტრეკის გარდა ძალიან გთხოვთ, იარეთ ძალიან ფრთხილად, ნელა, ყურადღებით და გავუფრთხილდით თავებს, გავგიფრთხილდით ჩვენს, იმიტომ რომ გვიყვარხართ, მოგვენატრებით, ჩვენთან ერთად ყოფნა გვინდა და ძალიან გთხოვთ, რომ ვიცოთ ყველანაირი წესები, ვიყოთ ფრთხილად და გავუფრთხილდეთ საკუთარ თავს და სიცოცხლეს. წელწრიულ ბოლაში გამომივიდა მეორე ადგილი. რაღაც პრობლემების გამო, რა თქმა უნდა, თავის გასამართლებელი არ არის. უბრალოდ ერთადერთი ფაქტი, რასაც აუცილებლად ხაზი მინდა გავუსვა, რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის ის, რომ წრიულ ბოლაზე მოხდა ესეთი შემთხვევა, როცა ელიარი დამეჯახა მე, მოხდა ის, რომ შეჯიბრი გაჩერდა. სამწუხაროდ შეჯიბრი აღარ გაგრძელდა. ეს შუა შეჯიბრი გაჩერდა და შეჯიბრი აღარ გაგრძელდა. რის გამოც, რა თქმა უნდა, დამჩა ის ქულები, რაც მქონდა. ანუ
მაგ დღეს იყო ორი შეჯიბრი, სპრინტი იყო და წრიული ბოლა იყო, სპრინტი მოვიგე და წრიული ბოლა სრული ეტაპი რაც მოყოფილიყო გაჩერდა. გაჩერეს სამწუხაროდ, რატო დღემდე არ ვიცი და ერთი მაგას მინდა გავუსვა ხაზი. დრაგს რაც შეეხება დრაგში 1000 პლუსში ვიყავი, როგორც წეგან გითხარით. და მეორე ადგილი გამომივიდა მანდაც. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი ადგილი ვანო ხელაძეს ეკუთვნის. ერთს კიდევ ვიტყვი, შალიკამ დააანონსა, რომ რაღაც შეჯიბრს ატარებს, მანქანებით იქნება რაღაც შეჯიბრი. არ ვიცი რა პრინციპით ხდება შერჩევა მაგ მანქანებში, რა მონაწილეობა როგორ იქნება, რაღაცების ტექნიკურად ჩუმად გავარკვიე. მანქანა უკვე ნაყიდია. ვიწყებ მანქანის მომზადებას. აქედანვე გეუბნები შალიკ, რომ უარი არ მიიღება. მე მანდ უნდა ვიყო, სხვანაირად შანსი არ არის. მე მანდ უნდა მივიღო მონაწილეობა და მოკლედ მანქანას ვამზადებ უკვე. ველოდები ჯერ ავზადებ ტექნიკურად და ველოდები მე უკვე იმ რეგლამენტებს და შეჯიბრის წესებს რომ ზუსტად ისე მომამზადო, რომ შეჯიბრის წესებში ჩაჯდეს. ძალიან ველოდები, ძალიან დიდი სურვილია ჩემი, რომ მაგ შეჯიბრში მივიღო მონაწილეობა. ძალიან გთხოვთ, რომ უარი არ მითხრათ, ეხლავე გეუბნებით და ამ დღეებში დავალაპარაკები შალიკას, ველოდები ჯერ რაღაც ანონსი უნდა დადოს. და მე დაურეკავ და ვკითხავ რა და როგორ იქნება და ნახოთ რა, მაგ შეჯიბრიც მინდა მონაწილეობის მიღება, იმედი მაქვს, რომ გამოვალ მაგ შეჯიბრში და ჩემი ფრომა ტყუილად წყალში არ იქნება გადაყრილი და არც ის მანქანის გადაგდება არ მომიწევს წყალში, იმიტომ რომ ის არა ისეთი მანქანა, რომელსაც ქალაქში წერილ შეიძლება და სხვა რამეში გამოიყენებ. მოკლედ ყოველას წარმატებას გისურვებთ. წელს რა იქნება? არ ვიცით შეჯიბრზე ჯერ. არ ვიყავი ჩართული სისტემატიურად ფედერაციის საქმიანობაში. ეს პერიოდი YouTube-ზე ვიდეოებიც არ დამედია. ხო და ველოდებით, რომ ფედერაციასთან მე მექნება შეხვედრა, ისე რომ ყველა ერთად ვიქნებით მონაწილეები, მაინტერესებს წელს რა იქნება, რა კლასები იქნება, ჯიმხარა რა თქმა უნდა არ მაინტერესებს, დრაგზე რა სიტუაცია იქნება, მაინტერესებს წრულზე რა სიტუაცია იქნება, მაგ ყველაფერს როგორც კი გავარკვე, აუცილებლად თქვენს გაგაგებინებთ. ახლა დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ცივა.